დღევანდელ ვიდეოში კიდევ ერთხელ ვისაუბრებ მუდონის ბრენდთან დაკავშირებით. ვინაიდან და რადგანაც მუდონის ბრენდში საკმაოდ ბევრი ახალი არომატი მივიღეთ. მათ შორის 4 არომატი არის 2025 წლის. გაითვალისწინეთ, ყველა მათგანი არის Extract de Parfum-ი, ამ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში ვართ ჩვენ. და დავიწყოთ. მუდონის Eclipse გავს Bulgari Tiger, გრილი, მოციტრუსო, ხილისებრი არომატი. ბევრი ციტრუსი აქვს, მაგრამ შემდეგ რა თქმა უნდა განეიტრალდება. რაც შეეხება მუდონის სედუქტივს, ეს ოდნავ უფრო ქალური არომატია, გავს Kilianis Don't Be Shy. მუდონის სედუქტივი სითხე შეფერილია, როგორც მუდონის Elysianis და ასევე მუდონის Ecstasy-ის. ძაფრი, ძიმე არომატი. ეს კონკრეტული გავს Tom Ford Lost Cherry-ს, არის საკმაოდ მძაფრი. მუდონის ეს კონკრეტული პოზიცია გავს Jean-Paul Gaultier's Le Mail Elixir-ს, ოდნავ უფრო მამაკაცური, ახალგაზრდული არომატი. მუდონის Elysianis რაც შეეხება, ეს არის Le Labo Santa 33-ის მიმდგომსებული არომატი, რბილი, ნეიტრალური, სუფთად მოიუნისექსო. მუდონის Elysianis კიდევ უფრო მუქი ფერის არის. უმდიდრულესია. მუდონის Temptation არის ქრიდავეტუსის მიმდგომსებული არომატი. მდიდრული, მამაკაცური, გრილი, არა შემაწუხებელი. რაც შეეხება Radiance, ეს არის იშვიათი არომატი. Louis Vuitton-ის Meteor-ის მსგავსი, ოდნავ უფრო მომწარო არომატი შავი წიწაკის დამსახურებით. რაც შეეხება მუდონის Fresh-ს, ეს უფრო ქალურია, ვინაიდან და რადგანაც გავს Parfums de Marly's Delinas. მოგეხსენებათ, Delina არის მხოლოდ ქალბატონებისთვის, მაგრამ Fresh-ს ისეთი ნეიტრალური და არც თუ ისე ნაზი არომატი არ აქვს, რომ მამაკაციც რა თქმა უნდა მოიხმარს. მუდონის Charmant გავს Tom Ford Tuscan Leathers და Ombre Leathers. ოდნავ მოტკბო, ოდნავ მომძიმო ტყავის ნოტის დამსახურებით. მუდონის Merini გავს Orto Paris-ის Megamaris, საკმაოდ ცივი, საკმაოდ მძაფრი არომატი. მუდონის Obsidian გავს Marc Antoine Barbois Ganimeds, მაგრამ ამას ზამშის და ტყავის გარდა ასევე აქვს მომანდარინო, მოციტრუსო ნოტი. მუდონის Weber არის საკმაოდ იშვიათი და განსხვავებული არომატი, გავს Frederic Malle's Promise. მოკოწახურო და მწვანე ვაშლის მჟავე არომატი. კომპლიმენტალურია ეს კონკრეტული. რაც შეეხება მუდონის Ecstasy, ეს კონკრეტული გავს Le Labo ენაზე 13-ს, არის უსუნო არომატი, გრილი საზაფხულოდ ძალიან კარგი. მუდონის Loisi გავს Frederic Malle's Portrait of Ladies, არის ქალური ვარდის არომატით. მუდონის Charisma გავს BDK-ის Gris Charnels, რომელიც მამაკაცურია, ოდნავ მაინც უფრო მომძიმო. ეს კონკრეტული არის 2025 წლის არომატი, რომელიც გავს უიშვიათეს ბულგარის ერთ-ერთ ექსკლუზივ პოზიციას, სახელად Onyx. ეს კონკრეტული გავს Montale Arabian Stonkas, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მუდონის არომატებში. რაც შეეხება მუდონის Grace, ეს გავს Initio Side Effects, საკმაოდ განსხვავებული არომატით არის ეს კონკრეტულიც და ბოლოს მამაკაცური არომატი მუდონის Mildoni Parfums de Marly's Haltans გავს ოდნავ მამაკაცური, ბალზამისებრი და მოტკბო არომატი.